ბიზინა ივანიშვილი ჩემი აზრით ფრიად შეშინებულია, დამფრთხალია, მას აშინებს 4 ოქტომბერი. მას ჰგონია, ასეთი წარმოდგენა აქვს, რომ 4 ოქტომბერს იმ პრობლემებს, რომლებიც შესაძლოდ მას და მის ხელისუფლებას, მის ბანდას შეექმნება, ესენი ვერ მოერევიან, ესენი ვერ დასძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იქნება თუ პრემიერად მომუშავე ირაკლი კობახიძე ეუბნებიან, აიმედებენ და აეუბნებიან შემდეგ სიტყვებს, რომ 4 ოქტომბერს არც არაფერი არ მოხდება სერიოზული და მომიტინგეები, როგორც გამოვლენ, ისე დაბრუნდებიან სახლებში, მაინც ჩანს ბიზინა ივანიშვილი მთლად მშვიდად არ არის. და აკი ამიტომაც დაიწყო სწორედ მან დაიწყო კამპანია 4 ოქტომბრის წინააღმდეგ ძალიან აქტიური და თუ დღეს ჩვენ გვაქვს გავხედოთ მაინც კალენდარს 23 სექტემბერი ამ ერთ კვირაში 10 დღეში 11 დღეში კიდევ უფრო გააქტიურდება როგორც ჩანს კამპანია 4 ოქტომბრის ორგანიზატორების მიმართ და უშუალოდ პაატა ბურჭულაძის მიმართ რომელიც წარმოუდგენია ასე ბიზინა ივანიშვილს რომ ერთადერთი ლიდერია 4 ოქტომბრის დაანონსებული დასპოილერებული ჯანყისა რევოლუციისა დამხობისა ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებად წოდებული ბანდის დამხობისა. მაგრამ ნახეთ მიაქციეთ ყურადღება როგორი კამპანია აგორებული პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ. პაატა ბურჭულაძის ასე მაგალითად ამოუქეკეს, კი არა, გავრცელებული ვიდეოა ეს, რომ მან რუსულ ენაზე მიმართა პატარძალს ქორწილში, ვისი ქორწილი იყო აბას ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი და ეუბნებიან ამბობენ მასზე რომ აი ნახეთ პაატა ბურჭულაძე რუსულადაც კი დალოცავს ქორწილში მყოფებსო. არა და ეს პატარძალი რუსეთის მოქალაქეა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართული მან არ იცის და შესაბამისად მსოფლიო ბანი ახლა გააქტიურებული და კარგა ხრისწინაც იყო ის გააქტიურებული ერთი ხანობა უბრალოდ პოლიტიკაში აღარ ერეო და ახლა მას ედავებიან სწორედ რუსულად საუბარში, თითქოს რუსულად საუბარი იყოს პრობლემა ჩვენი ქვეყნისა პაატა ბურჭულაძის და არა რუსული პოლიტიკა ბიზინა ივანიშვილისა. ერთი დეტალი და ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. სახელისუფლო კრიტიკა, ან ხელისუფლებიდან წამოსული კრიტიკა, ხელისუფლების ტროლებისა, ბოტებისა, ვებგვერდებისა, სოციალური მედიისა, მეინსტრიმ მედიისა, რომელიც ხელისუფლებას ექვემდებარება და ემორჩილება, არ გვიმხელს უმრავლეს შემთხვევაში, ვის ქორწილში იმყოფებოდა პაატა ბურჭულაძე, არ ასახელებს რა იმ წვეულების მასპინძლებს. არა და გეტყვით, რომ პაატა ბურჭულაძე იმყოფებოდა ტარიელ ონიანის, კანონიერი ქურდი როა, მისი შვილის უშბა ონიანის ქორწილში, რომელმაც როგორც გითხარით, ამ უშბამ ახალგაზრდა კაცმა მოიყვანა ცოლად რუსეთის მოქალაქე. რუსეთის მოქალაქის ცოლად მოყვანა ცოდვა რასაკვირველია არ არის, მაგრამ აქ ყურადღება გასამახვილებელია, ყურადღება მისაქცევია, რომ ისინი, ანუ ხელისუფლებად წოდებული ბანდა და მათი მიერ კონტროლირებადი მედია და პროპაგანდისტები თითქოს ერიდებიან უშუალოდ ტარიელ ონიანის დასახელებას. რატომ? ამაზე თქვენ გაეცით პასუხი, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს, რომლის ზურგს უკანაც, მოდი ვიყოთ აბსოლუტურად გულახდილები, ასევე კი არა, ზურგს უკან ნამდვილად დგას ქურდული სამყაროს ერთი განშტოება, FSB-ს ერთი განშტოება, ქურდული სამყაროდან განშტოება, ხო, ისინი ვერ ეტაკებიან, ვერ უბედავენ უშუალოდ ტარიელ ონიანს, ასე ღია დარტყმას, ღია შეტევას. პაატა ბურჭულაძე ტარიელ ონიანის შვილის ნათლი არის წლებია, მაშინ გახდა, როდესაც ტარიელ ონიანი ქურდი იყო, ვაღიაროთ, მაგრამ უშუალოდ ბატონი ბურჭულაძე პოლიტიკაში არ ნაკლებად ერეოდა, არ ერეოდა საერთოდ, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ეს არის ალბათ გასული საუკუნის 80-იანი წლები, შესაძლოა 70-იანების, მაგრამ უფრო 80-იანები, ან 90-იანების დასაწყისი. მოკლედ ეს პაატა ბურჭულაძის ცოდვა ნამდვილად არ არის მეთქი,
მაგრამ თითქოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა მიგვანიშნებს, ან ფიქრობს, რომ მიგვანიშნებს, რომ პაატა ბურჭულაძის უკან რო იცოდეთ ქურდული სამყარო დგასო და მე არ ვიცი ბურჭულაძის უკან ქურდული სამყარო დგას თუ არა დგას, გულახდილად გეტყვით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის უკან ყველა кейსის მიხედვით, რაც ყველა ბოლოდროინდელი кейსის მიხედვით, რაც საჯაროდ არის ცნობილი, რა საკვირველია დგას ქურდული სამყარო გვარების დასახელებად ცხადია. შემიძლია ქურდული და FSB-ს სამყარო ეს არის არა მხოლოდ მიქაძეები, არა მხოლოდ სხვები და სხვები იმ გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილები, უზილაური სხვები, გუზლაური კილერია, მიქაძეები, სხვები და სხვები, ფარცხალაძე და სხვები, არამედ გაცილებით უფრო მსხვილი კალიბრის ან მსხვილი მასშტაბის ბოროტმოქმედები, რომლებიც ამ პროცესში არიან და ბიზნესთან ისინი ერთგვარად დალაგებულნი არიან, არა მხოლოდ ხმებისა და ჭორების მიხედვით, არამედ რეალურადაც. ამასობაში ირაკლი კობახიძე და სხვები, რომლებიც აგულიანებენ კი არა, აიმედებენ ბიძინა ივანიშვილს და ეუბნებიან, რომ არც არაფერი არ მოხდება, ბატონო ბიძინა 4 ოქტომბერი გადაივლის ისე, როგორც უნდა გადაიაროსო, ისინი აკეთებენ საჯარო განცხადებებსაც, რომლებიც თითქოს მიგვანიშნებს, რომ მათთან პანიკაა. პანიკაა და ირაკლი კობახიძე ასე მაგალითად ამბობს, მე მომნახე ეს ციტატა კობახიძისა აუცილებლად გაგაცნობთ და მე მგონი მომნახავ. ხედ ეს არის 4 ოქტომბერი თლიანად არჩევნების ჩათვლით, აქციის ჩათვლით, ყველაფრის ჩათვლით ჩაივლის ძალიან მშვიდად. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ თავარია არავინ არ იფიქროს კანონის დარღვევაზე. თუ ვინმეს მაინც აუძლება ხელი, ნახავენ მათ შორის ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ახალი სისტემა საერთოდ რატო შექმნეს, თუ სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას ბანდიტი კობახიძე, ანუ პრემიერად წოდებული, ეს ცოტა გაუგებარია. წინა სისტემა, ანუ სისტემა გომელაურისა ხომ კარგად მუშაობდა. ამ თვალსაზრისით მაინც ხომ დამაკმაყოფილებლად იმუშავა გასული წლის ნოემბერში, დეკემბერში, მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალში. ისინი ხომ გაუმკლავდნენ დემონსტრანტებს, რომლებიც მათეული გაგებით კანონს არღვევდნენ. მას რა საჭირო იყო? არა მხოლოდ გომელაურისგან თავისუფლება, მე გეტყვით რა საჭიროც იყო, გომელაური შემჩნეული იყო ბევრ ისეთ ქმედებაში, რომელიც კობახიძის გუნდს არ აწყობდა, გომელაური ლილუაშვილთან ერთად, გომელაური ლილუაშვილთან და ხარიბაშვილთან ერთად, მაგრამ ამ თვალსაზრისით ხო მას წუნს ვერ დაუდებდნენ, იმიტომ რომ გომელაური კარგად მოქმედებდა. აი, გელაძეს კარგად იმოქმედებსო, გელაძეს არანაკლებ ეფექტურად დაიცავს ჩვენს ბანდა ხელისუფლებასო, პრინციპში ამას გვეუბნება ბანდიტი ირაკლი კობახიძე და მე გეტყვით, რომ ეს თანმართალია და თან არა, თუ დემონსტრაციაზე, მიტინგზე, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამოვა არა სხვაგვარად ვიტყვი, გამოვა 23,000 დემონსტრანტი, რაც საკვირველია გეკა გელაძე, ვინც ის იქნებ უფრო ეფექტურიც კი იყოს, ვიდრე გომელაური იყო. მაგრამ თუ გამოვა 223,000 ანუ 200,000-ით მეტი, გიკვირდებათ და გარწმუნებთ, რომ ვერც გელაძე და ვერც გომელაური რომც დააბრუნონ და სხვა მეთოდებიც რომ გამოიყენონ, თუ მაინც და მაინც ტანკებს არ გამოიყვანეთ დედაქალაქის ცენტრში, ვერავინ ვერ იქნება ამ ხელისუფლება ბანდისთვის დამაკმაყოფილებლად წარმატებული და დამაკმაყოფილებლად ეფექტური. გელაძესაც კი, რომელსაც რამდენი 4, 5, 6, 7 მაქსიმუმ სპეცრაზმელი ხავს, ისინი ვერ გაუმკლავდებიან დემონსტრანტებს და მე გეტყვით, რომ ეს მაღალი ალბათობით ასე მოხდება, როგორც მე ვატყობ, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე იქადნება, ყველაფერი კარგად იქნება ჩვენთვისო, ანუ მათთვის, როგორც მე ვატყობ, საკმაოდ ბევრი ან იმაზე უფრო მეტი, უფრო ზუსტი რო ვიყო, დემონსტრანტი აპირებს ქუჩაში გამოსვლას, ვიდრე გამოდიოდა გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, მიმდინარე წლის იანვარში და ამასთან სულისკვეთება დემონსტრანტებისა, რომლებიც გამოვლენ რუსთაველის გამზირზე და ჩანს არა მხოლოდ განწყობა სულისკვეთება, იქნება ოდნავ ან გარკვეულწილად განსხვავებული თუ აქამდე ვიყოთ გულახდილნი, უმრავლესობა ჩვენგანი, ყოველ საღამოს იქნებოდა რუსთაველის გამზირზე და წარმოდგენა პერფორმანსებს კარგებს, განაცუდებს, არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ, არ ვაკრიტიკებ, არც ხორუმს, არც
რაღაც დღესასწაულების აღნიშვნას, არც გარკვეულ წარმოდგენებს, არც სპექტაკლებს, არც სიმღერას, არც მუსიკალურ ნომრებს, ხო? და აი ამ არაჩვეულებრივ დღეებს, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ გასული წლის ნოემბრის მიწურულიდან, ახლა როგორც ჩანს, სულ სხვაგვარი სულისკვეთება იქნება მოქალაქეების უმრავლესობისა, რომელიც რუსთაველზე გავა 4 ოქტომბერს, არა იმიტომ, რომ პაატა ბურჭულაძე მოსწონთ, ან ლევან ხაბეიშვილზე გადარეული არიან, ან ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება უნდათ, არამედ იმიტომ, რომ საქმე ძალიან უკიდურესად სერიოზულადაა და ამას ხვდება ყველა, ვინც დემონსტრაციაზე აპირებს გასვლას და ვინც ხვდება ერთს და მთავარს, რომ ვინც ის იქნება ეს ბოლო გადამწყვეტი ბრძოლაც კი არის ამ ქვეყნისათვის და ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც ალღო არ იშვიათად ღალატობდა, ბიძინა ივანიშვილიც ამას შესანიშნავად ხვდება, რომ ხალხი საზოგადოება უკან დამხევი არაფერზე არ არის და აკი ამიტომაც აუგორეს პაატა ბურჭულაძეს ეს შავი პიარი, რომ აგე პაატა ბურჭულაძე მართლაც ოღონდ იმყოფებოდა თუ არ ვცდები მცხეთაში საკუთარი ნათლულის უშბა ონიანის დაბადების დღეს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ ვიდეო ზარით ჩაერთო ხსენებული უშბა ონიანის მამა, კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანიც და ამით პაატა ბურჭულაძეს ერთის მხრივ აკრიტიკებენ, აგერ რუსულად რატო ილაპარაკეო, მაგრამ უშუალოდ ტარიელ ონიანს გაგიკვირდებათ და ამ მნიშვნელოვან პერსონას ქურდულ სამყაროში მეთქი ასე ვიტყვი, მნიშვნელოვან პერსონას ვერაფერს უბედავს არა ქურდული სამყაროს, მაგრამ მაფიოზური სამყაროს წევრი, ქართული მაფიოზური სამყაროს წევრი ბიძინა ივანიშვილი და როდესაც აძლევენ დავალებას რუსთავი ორსა თუ იმედს თუ პროპაგანდისტურ სხვა არხებს, ტარიელ ონიანს ან ნაკლებად ახსენებენ, ნაკლებად უტევენ, იშვიათად თუ ახსენებს რომელიმე მათ მიერ კონტროლირებადი მედიის საშუალებაც კი ამასობაში გედერეს აწუხე ყოფილმა თანამშრომელმა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია შეერთებული შტატებიდან სხვა მომხრეებთან ერთად გააკეთა იშმელაშვილმა გააკეთა ძალიან საინტერესო აქცენტების განცხადება მე ესე ვფიქრობ როდესაც გედერეს მოქმედ თანამშრომლებს მოუწოდა იმ ბრძანების დაუმორჩილებლობისაკენ რომლებსაც გედერეს თანამშრომელი 4-5-6 რამდენი არიან განა იმ ბრძანების შეუსრულებლობისაკენ რომელებსაც ისინი მიიღებენ პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან და მე გეტყვით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციას, მაგრამ მანამდე იმას კი გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო კადრი იყო როგორც ასეთი. აქ მე გვარებს არ დავასახელებ ამ განცხადების დროს დაახლოებით 60-70 შეიძლება მეტი არ დამითვლია ცხადია 80 შეიძლება თანა მოაზრე იყო შაიშმელაშვილის და შაიშმელაშვილი კითხულობდა ამ განცხადებას, წარმოთქვამდა ამ განცხადებას, იყვნენ ისინიც, ვინც გაცილებით დიდი ხანია არის შეერთებულ შტატებში და ფრიად საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ესენი იყვნენ თუ არიან, არა იყვნენ ესე ჯობია წარსულში წარმოთქვა ეს ზმნა თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები, თანამშრომლები, მეომრები, მათ შორის მონაწილეები 2008 წლის ომისა. ეს ერთი ასპექტითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ერთ კონკრეტულ დღესთან, ერთ კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიშმელაშვილი და თავდაცვის უწყების ყოფილი თანამშრომლები, გვარებს არ დავასახელებ თქვენის ნებართვით, ისინი ერთი სულისკვეთებით არიან, ეს იშვიათი შემთხვევაა ჩვენს სინამდვილეში და საერთოდ მსოფლიოშიც რომ ვიცოდეთ მაინც შსს პოლიციელები ან სპეცნაზის თანამშრომლები ყოფილები თუ მოქმედები ვერ არ თანამშრომლობენ როგორც წესი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან. ეგ რა მაგის პასუხია და იმასაც ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილი განიხილავს მის მაგიდაზე დევს ფურცელი იმასთან დაკავშირებით, რომ ემანდ გამოაცხადოს თავდაცვის სამინისტროს ძალების მობილიზება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და სწორედ თავდაცვის უწყების ჯარისკაცები, ოფიცრები და ჯარისკაცები ჩართოს ამ პროცესში, ეს ნიშნავს ტანკების გამოყვანას, მძიმე ტექნიკის გამოყვანას, მოდი ასე ვიტყვი, რაც ჩემი მოსაზრებით წარმოუდგენელია, მათ შორის იმიტომაც, რომ თავდაცვის უწყების დღევანდელმა თანამშრომლებმა შაიშმელაშვილის გვერდით აღმოაჩინეს და დაინახეს პირები, და გვარებს არ დავასახელებ, კვლავ ვიმეორებ არც უწყების
დღევანდელი თანამშრომლებისა და არც ყოფილი თანამშრომლებისა, რომლებიც მათთან ერთად მხარ-დამხარ იბრძოდნენ 2008 წლის ომში და ახლა შედარებით თამამნი და ნამდვილად თამამნი არიან თავდაცვის უწყების დღევანდელი თანამშრომლებისაგან განსხვავებით, იმიტომ რომ ისინი თავისუფალ სივრცეში არიან და ანუ შეერთებულ შტატებში და თავისუფალი სივრციდან აკეთებენ ამ განცხადებას ან უდგადან გვერდში ხსენებულ შაიშმელაშვილს, ალბათ ყველაზე პოპულარულ პირს, რომელიც აკეთებს განცხადებას, სწორედაც რომ GDD-ს თანამშრომლების, მოქმედი თანამშრომლების სპეცრაზმის საყურადღებოდ და გასაგონად 4, 5, 6, 7 რამდენი 8000, 10000, ხო წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც 10000 მოქმედი თანამშრომელი ყავს GDD-ს, საკმარისი ამდენი არ ახავს, ოღონდ აქვე გეტყვით, 4-5000 არ ცდება, საკმარისია რომ ნახევარმა 4000-დან 2500-მა 1500-მა კაცმა უბრალოდ უარი თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე, რომ დანარჩენებისთვის მაგალითად იქნება გადამდები და ისინი ან უარს იტყვიან ხალხის დარბევაზე, ან უარს იტყვიან, ან პირდაპირ მნიშვნელობით გადმოვლენ ხალხის მხარეს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა არ გამოვრიცხავ, რომ ნახეთ, ყველა სიტყვას ზუსტად ვარჩევ, ზედმიწევნით ზუსტად ვამბობ, არ გამოვრიცხავ, რომ GDD-ს და თავდაცვის უწყების აწუხე ყოფილი თანამშრომლები, რომელთა 90% მაინც ქართველი ხალხის მხარეს არის, დადგნენ იქ, სადაც გარიშხალია, ძალო დემონსტრაციაზე და პირველ რიგებში და ცუდად ჟღერს შესაძლოა, მაგრამ მაინც თქვან ამგვარი რამე, ამგვარი მესიჯი გაუგზავნონ მოქმედ ძალოვანებს, მოდი აი აქ ვდგავართ ჩვენს თქვენზე არანაკლებნი, ჩვენ პირები, რომლებიც წლების წინ ვიყავით სწორედ თქვენს მდგომარეობაში, ანუ ჩვენს ვიყავით GDD-ს სპეცრაზმის თანამშრომლები და თუ დარბევა პირველ ყოვლისა მოდი აბა დაგვარბიეთ ჩვენ და ეს კი ძალიან გამიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულნი ხელკეტით თუ იარაღით იქნებიან შეიარაღებულნი GDD-ს მოქმედი თანამშრომლები, ეს კი უფრო გაუჭირდებათ, ვიდრე ბრძოლა, შებრძოლება, განდევნა ბავშვებისა, მოზარდებისა, ქალებისა, მოხუცებისა, ან თუნდაც მამაკაცებისა, რომლებსაც ეს სპეციალური წვრთნა არ გაუვლიათ, ან ის თვისებები არ აქვთ, რომლებიც აქვს GDD-ს ყოფილ ან თავდაცვის უწყების ყოფილ თანამშრომლებს. ხო, უხეშად ვიტყვი ავღანელები, რომლებიც ავღანეთში იბრძოდნენ გასულ საუკუნეში, ან ერაყის, ან ავღანეთში ახლა აი რამდენიმე წლის წინ დასრულებულ ოპერაციაში მონაწილენი თუ იქნებიან GDD-ს პირტიტველა არა, დასაკვირველია, მაგრამ GDD-ს მოქმედი თუნდაც გავეშებული თანამშრომლების წინააღმდეგ შუბლებით თუ ცუდის ნარი, მაგრამ შეასკნებიან. აქედან გამომდინარეა დამფრთხალი ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც არა დინარაძისაგან, არამედ საკუთარი სპეცსამსახურებიდან, ვინც ის იქნება აქვს კიდეც ინფორმაცია იმის თაობაზე, საბოლოო ჯამში რა ხდება არა ოპოზიციის შიგნით თუ ჩატებში თუ რაღაც ჯგუფებში, როგორ ემზადება უხეშად პაატა ბურჯულაძის ჯგუფი, რევოლუციონერთა ჯგუფი, არამედ რა ხდება საზოგადოებაში და რამდენად არასწორ ანალიზ ინფორმაციასა და ანალიზ, არასრულყოფილ ინფორმაციას და არასწორ ანალიზ აწვდის მას ბანდიტი მდინარაძის უწყება და ირაკლი კობახიძე უშუალოდ აქვე ვიტყვი, რომ გარკვეულზე მაღალი ალბათობით, ან გარკვეული ალბათობით, ბიზინა ივანიშვილი უკვე შემდგომ 5-ში, 6-ში, 7-ში შეიძლება წამოვიდეს გარკვეულ დათმობებზე, უფრო ზუსტი რომ იყო მსხვილ შეწირვაზე, ანუ შემოგწიროს კობახიძე, შემოგწიროს დინარაძე, შემოგწიროს პაპუაშვილი, რუსიც კი, სხვები და თქვას რომ აი ხა ჩვენ პოლიტიკას ვცვლით იმ ახალი რეალობებიდან გამომდინარე და მოვდივართ, რომლებიც შეიქმნა და მოვდივართ გარკვეულ დათმობებზე, მე არ ვიცი რა სიზავს არსებითად საკრიტიკო პოლიტიკური სპექტრი, ვერ გეტყვით, ვერ გავამხელ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ჩემი დამოკიდებულება ამ თავითვე გეტყვით, იქნება მკვეთრად უარყოფითი ნებისმიერი იმ პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რომელიც ბიზინა ივანიშვილის მიერ გადმოგდებულ ბარტყებს შესანცლავს და იტყვის, რომ ახლა ხო მართლაც დავიშალოთ, გავუწოდოთ ხელი ბიზინა ივანიშვილს და იქნება მივიდეთ არჩევნებამდე, მე მათაც, ანუ ოპოზიციასაც გავაკრიტიკებ, რასაკვირველია ამ სცენარის შემთხვევაში, მე მიმაჩნია, რომ ბიზინა ივანიშვილმა უნდა დათმოს არსებითად და კობახიძე იქნება თუ სიკინჭილაშვილი მისი პრემიერი, აპუაშვილი იქნება მისი პარლამენტის თავმჯდომარე თუ ვოლსკი
ნინო წილოსანი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მანამ სანამ ბიზინა ივანიშვილი არ გამოასხივებს დამარცხებას, როგორც ასეც, ანუ წინასწარ არ შეეგუება მარცხს ქართულ საზოგადოებასთან და ქართულ სახელმწიფოსთან, საქართველოსთან და აი როცა აისრულ კაპიტულაციას გამოაცხადებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში თუ შეიძლება ბიზინა ივანიშვილთან საუბარი დიალოგი ისიც მხოლოდ მისი უსაფრთხოების საკითხებზე, მისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, ამაზეც დავფიქრდები, გულახდილად გეტყვით, ასე სჯობს თუ არა, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილმა ისე ავნო ჩვენს ქვეყანას, ისე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, ისე დაანგრია ჩვენი ქვეყნის სულისკვეთება, რომ ამ ოფსკრულიდან ამოსვლა, მისი ბრალით რაც მოხდა იმ შეცდომებისა და დანაშაულების გამოსწორება და ამოსვლა და ამოყვინთვა ამ ჭაობიდან ფრიად გაგვიჭირდება და მე გულში ერთისფრიულ პრაგმატულობამ მყარნახობს, რომ რაციონალური აზროვნება მყარნახობს, რომ ხო ბიზინა ივანიშვილი ოღონდაც კი წავიდეს, ყველაფერი უნდა შევუნდოთ, მაგრამ მეორეს მხრივ ემოციაც ხანდახან ძალავს ხოლმე და ვამბობ, რომ ბიზინა ივანიშვილს თუ შევუნდობთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოჩნდება რომელიღაც ეტაპზე სხვა რომელიმე ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ასევე ინდულგირებული იქნება წინა მაგალითიდან გამომდინარე და ისიც მოანგრევს ჩვენს ქვეყანას მეთქი, ამიტომ რაციონალიზმი ერთია, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით მე მომიტევოს ივანიშვილმა, მაგრამ მას ალბათ უფრო ვერ შევუნდობ, აღარ ვლაპარაკობ ხა კობახიძეებზე, აბუაშვილებზე და სხვებზე. მოკლედ, ბიზინას როგორც ჩანს, ძალიან ეშინია, მას არ მოსწონს ის გულდამშვიდება კობახიძისა ნამდვილი თუ ყალბი, გულდამშვიდება მდიდარაძისა ნამდვილი თუ ყალბი, რომლითაც მას ასაზრდოებენ და ეუბნებიან, რომ გრიგოლიჩ ყველაფერი კარგად იქნება, გამოვა 30,000 კაცი, არ გამოვა 30,000 კაცი, გამოვა გაცილებით მეტი და ისტერიკა, რომელიც დაიმართა უშუალოდ ივანიშვილმა და შესაძლოა სხვებმაც აქციის მთავარ ორგანიზატორის ბაატა ბურჭულაძის და სხვათა მიმართ ადასტურებს რა მიგვანიშნებს მინიმუმ, რომ ივანიშვილი პანიკაშია და კიდევ უფრო გაძლიერდება, გამძაფრდება ეს ისტერიკა და ეს პიარი აქციის ორგანიზატორების და ხელისუფლების ნებისმიერი ოპონენტის მიმართ თუ წინააღმდეგ ყველას არ ვიცი, მაგრამ ბევრს კი გადმოსწვდებიან და მათ შორის უბინძურეს კამპანიებსაც რასაკვირველია ააგორებენ ეს თავში ავარდნილები. აქვე გეტყვით, რომ ემანდ რომ მოხდეს რომ პროცესი და არა 4 ოქტომბერი ბიზინამ მოიგო, ესე რომ მოხდეს, იმ შემთხვევაში თუ ის კმაყოფილი იქნება კობახიძისა და სხვათა ქმედებებით და დათმობებზე მერე არ წამოვა, ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი წამოვა უზარმაზარ რეპრესიებზე, რომლის მსგავსიც ჩვენ არ გვინახავს, მათ შორის არც ბოლო 1 წლის დაახლოებით განმავლობაში, როცა მან მოსრა და ვერანა მთელი ქვეყანა, მისი ცალკეული ინსტიტუციები, არასამთავრობო სექტორი, მედია და ასე შემდეგ, ის არნახულ პერსონალურ ხაზს უსვამ რეპრესიებზე წამოვა და გადასწვდება ყველას, ვისაც კი ოდესმე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ან თუნდაც 2013-14 წლიდან მასზე რამ უთქვამს კრიტიკული, აი რა შუაშია ახლა, მაგრამ მაგალითად ვინ დავასახელოთ, თინა ხიდაშელი, შეიძლება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება საპატიმროში აღმოჩნდეს, მე თინაზე კი არ ვლაპარაკობ, აღარ ვლაპარაკობ უკვე ნაცებზე, აღარ ვლაპარაკობ არც ნაცებზე და არც რესპუბლიკელებზე, თინა ხო რესპუბლიკელი იყო, არამედ ვლაპარაკობ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, მათზეც კი, ვისაც ერთხელ უტრირებ ცხადია, მაგრამ ჩაუვლია საქართველოსა და უკრაინის დროშით რუსთაველის გამზირზე და ვისაც წარმოუთქვამს სწორი სიტყვები ცეცხლი ოლიგარქიას. ეს არის ჩემი ბოლო პასაჟები, ბიზინა დამფრთხალია, მაგრამ ეს უნდა აღგვავსებდეს პირიქით ბრძოლის ჟინით, ეს უნდა გვიმყარებდეს და გვიათმაგებდეს, გვიასმაგებდეს გაბარჯვების წმენას, არა იმიტომ, რომ მაინც და მაინც 4-ში საღამოს 8 საათზე დასრულდება ყველაფერი, არამედ პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალისა და როცა რწმენა არის, თვით რწმენა როცა არის, თვით დარწმუნება არის, შესაბამისად გამარჯვება უფრო და უფრო ახლოვდება.